ვიცა ტომატეტეო უთხრადა ой შისონი დეკიაგარიმაშტა აიაკუ თაბემაშო 1 2 3 იტადაკიმას მე რედება ეს ტკბილჟავე სოუსი და მე ეს სოუსი თებში მომიწევთ და თებში არასწორად მომიწევთ განჩიო მინასან ტერი ჩანელი და ტერი დეს ნეტა დეს ტიპიいつも動画を見てくれてありがとう。今日はですね、私たちの家にタメラとタメラの夫が来てるので、みんなのためにチキン南蛮を作ります。タメラの夫、イエーイ、何が怖いですね、タメラの夫は本当に食事でうるさいです。めちゃくちゃ好き嫌いがあります。でも前唐揚げ作った時にとても好きになりましたので、今日のチキン南蛮も好きになったらいいな。だから頑張ります。またね。チキン南蛮はさっきも作ったことあるので、ちょっとソースとか他のものも作るのはビデオ撮らなかったけど、材料は全部できています。チキン、フラワー、卵、タルタルソースもあると、もう一個のソースも準備できているよ。だから今はチキンが焼くだけです。まずはこれを小麦粉に入れましょう。そして上からもかけましょう。今チキンたちは金色の温泉に入ってますよ。とりあえず今中に全部入れました。そしてこれをくっつかないようにこうやってお箸で混ぜますよね。美味しそうに焼けました。そして今油を取るためにこの皿に移します。できましたので今ちょっとソースをかけますね。甘酢ソースですね。そしてこれの後はタルタルソースもぶっかけしよう。おいしそう。おいしそうに出来上がりました。早く食べましょう。ということで皆さんチキン南蛮できました。როგორ მოგწონთ ამ ჯერში სახედაობაზე? იქანს ერთი სული მაქვს როდის გავსინჯა. ხო და აბა მაშინ იაპონურად თქვათ. იტადაკიმას. 1 2 3 იტადაკიმას. და შეიქცეთ როგორც გინდათ ისე გამოიყენეთ. სულში კარგად გებრელა და მოაწევთ. ორი სოუსი აქვს შიგნით. და ზემოდან ერთი სხვა არის. ერთი ტკბილია და მეორე ისა. ტკბილი სოუსი ქვემოდანა? ტკბილი მჟავე ეგეთი. ოს როგორ გეგმები? რა ესა? ეს სულები. ახლა გემრიელია. ახლა შევატარებ ნამოს. მაგარია. სანგენდი. 10-დან 10. აუცა. 10-დან 100. ეს მეუნეზ სოუსი მოხდება მაგრად. მე ეს იაპონელი მაიონეზია? არა, კაკაოების მარცანა. არ ვიცი, მაიონეზ გავს, მაგრამ არ ვიცი რა არის. გემრიელია. უდაბეს გემოს თუ გახსენებთ ამერცან. არაფერს ძალიან მაგარი გემო. მე არაფერს რა ვიხილ ესეთი მსგავსი რამე არ გამისინჯავს ახლა და. ეს სოუსი მახსენებს იმის აფრია. სალათი როა. ვიებდი. ხო. მაგას მახსენებს და ოღონდ იმაზე გემრიელია, იმიტომ რომ იმაში მაიონეზი და არ მიყვარს მაიონეზი. ეგულა მე თქვა, ნიკას მაიონეზი არ უყვარს და ახლა ეს რომ მოეწონა, ესე მართლა მოეწონა. აი, ატომა ცოტა მე თორა ნახე პანჯარაში მოდი. მოდი შენ და პანჯარაში. ინგრედიენტები თითქმის იგივე აქვს ამასთან სანურდუსი. ვინეგრეტის, მაგრამ ვინეგრეტში კარტოფილიც არის. ბოსნეული და მეგრი. აი მართლა არ ვიცი. რესტორნებში აკეთებენ ესე კერძად მოდის? კი. ჩიკენ ნამბანი ქვია? ჩიკენ ნამბან? ჩიკენ ნამბან. ნამბან? აი, ქათამი არის ამოვლებული ხვილში და კვერცხში და იწვება ზეთში. ეს ძაბ მოდი და ხედავ.
მე რედება ეს ტკბილმჟავე სოუსი და მე ეს სოუსი. თებს მომიწევ და ამ თებს შეჭამ. არასწორად მომიწევ. აი, მაგრამ მე გამისინჯავს. მე რაც გამისინჯავს მართლა შენ გაკეთებულებში, თამამად ვიტყვი რომ პირველად ვიძია ეს. აი ესე ზომიერად არის. აი თითქოს მოხარშული ვით არის, თან შემწვარია, მაგრამ არც მეტი ცხიმი არ აქვს. ერთხელ რომ ჭამეთ ადრე პონზუ სოუსი იყო რაღაც ის იყო კარააგე, კი. ეგ არის ქათამი წვება, ეგეც ხო? ის ქათამი. მეგონი უფრო მეტი საფენელი აქვს თუ არა, ის ხო ამას საფენელი აქვს რა და ის სანამ შეწავს რაღაც სპეციალურ სოუსში ჩერდება. და მე ამარინადებ ხო მაგას? კი, ნიუ-იორკში სოიო სოუსი რაღაცებში ამარინადებ და მე იმაშვები საფანელში ავლა და მე წავლა. მაგრამ ეს მხოლოდ იმაში წობა და აქ გიმრიელი რაც არის, ეს სოუსი არის და ეგეც სალაპარაკოთ რასოს არ ყოფნის ჭამის დროს დრო. ესე მაგარია, საერთოდ მე სოუსები მიყვარს ამ. კი, სოუსები რო ხდება. თან იაპონიაში არის უამრავი სახეობის სოუსები და ყველაფერს უხდება. ჩემი საუკეთესო არის პონზუ. პონზუზე უკეთესი რაღაცები არა ჩემთვის. სოუსი ხო კიდე ერთ გაგასინჯებ, ისიც ძალიან მოგეწონა. ტომატოს სოუსი არის. არა, პონზუ ხევადია და ის სქერია და ხორცს უხდება ძალიან უხდება ეს სოუსი. აურა კარგია ხმი თუ არ ვიცი რა უნდა ვილაპარაკო. ისეთი გემრიელი არ მინდა საერთოდ ლაპარაკიზე გაჩერება. მე მინდა რომ ჩემი ცოლი ყოველდღე მიკეთებდეს ასეთ საჭმელს. ამიტომ შეგიძლია ასწავლო რეცეპტი? ამოსწავლე და ის სიამოვნებდა. აი ახლა სანამ ვიდეოების გადაღება და ეს არ დაიწყო. ერის არასდროს საჭმელები არ გაუგეთებია და ესე უცებ აღმოჩნდა რომ აქვს ნიჭი და რომ რესტორანი გავხსნათ იაპონური საქართველოში. ახლა ვფიქრობ ამ ქართმისთვის დიდი პატევია რომ ასეთ კეთში მოხვდა. უფრო ჩემწვარი არა. ხო მისოდეს უნდა რისთვის გაწირა თავი. აბა. იცი რა არის კიდე იაპონიაში ამას რო ჭამ ქათმის ისინი არის ძალიან დიდი ზომების აი მხელებია თითო ის რა მაგრამ მე მასე შეწვა მეშინია რომ იმას ხანერად აკეთებ და ამინდა რომ უმიიღო შეგნის და პატარებად ჭრი და ისე ვწავ ხოლმე არა ძალიან კარგად შემწვა ძალიან საინტერესო გემოგა ანუ რა არის ამ ხარ რომ უყურებდი ამ დიდ ცხიმში შეიწვა აი მაიონეზი აქვს თითქმის ნახევარზე მეტი ინგრედიენტი არის ცხიმიანი მაგრამ საერთოდ არ იგრძნობა ეს ცხიმი დაბალანსებულია ყველაფერი რომ ჟავე კიტრი და ის კი კვერცხი ერთმანეთს მაგრად უხდება. ჩვენ მაშინ ადრე ჰამბურგერებიც გავსინჯეთ ის და ჰამბურგერი ზოგადად ძიმე საჭმელია. თუნდაც ეს ახლა შემწვარია. მაგრამ არც ერთში არ იგრძნობა, სიმსუბუქის მეტი არა. ახლა იაპონურ საჭმელებს ჭამქმაინც ზოგადად და ანუ რაღაცა ერთი გემო არა ყოველთვის რა, ან სხვადასხვა გემოები როა, ძალიან ისეთია რა, პირში მრავალფეროვნება გეუბნება და უფრო სასიამოვნოა და თან მე არც ისეთი ძალიან ცხიმიანი არა რომ მაგალითად შეგაწუხოს მე რო ჭამ უფრო რაღაცა ჰაიროვანი საჭმელია რა ბილი ძალიან ბევრი საჭმელები აქვს ერთი და იგივე ინგრედიენტი მაგრამ მაგას ამბობდი ახლა გავჩერდი მაგრამ სულ სხვადასხვა გემოები ნანოც მაგას აღნიშნავს ხოლმე სულ რა ერთი და იგივე გემო არაფერს არ აქვს ფიქრობ მეც რომ ვისწავლე საჭმელების კეთება ძალიან გეზიათ ვაუბრობ იცი რა არის ეს უნდა მიიღო და მარტივი არ არის გენეტიკურად გამომდინარე არა ბაბუამისი არის შეფუძარეული დუბაიში მე მიყვარს რაღაცების გამოგონება უფრო რა მაგრამ ის ინგრედიენტები უნდა იცოდე როგორ ეხამება ერთმანეთს თორე რაღაცა ჩაყარე უბრალოდ და გააკეთო არა შენ მაგათაც ის სუში ჭამ ხო ჩხუბობ კი მაგრამ გახსოვს ერთხელ უჭამეთ ბათუმში და მომეწონა რაღაცა ვერ იყო ისე გაკეთებული და ნუ სადაც გამიგია სადაც ჭამინახა ჩვენთან ანუ ვერსად ვერ ისაქნენა ეს არ მოეწონათ სუში და მეც უჭამე დიდად მაგრამ ის მაგრამ მინდა რომ მიყვარდეს ისე ხო პრობლემა დამუშავებული როცა არის ანუ მაგას ისე დაგდივარ ცხოვრობ მეთქებასთან დამიზები შეხება მაგ და მაგრამ ეს საქართველოში უმად არ ჭამდა მაგას ხო მაგრამ მინდა რომ ძალიან მიყვარდეს ისეთი გემრიელი ჭამი მე ერთხელ გავაკეთე ამათ გამოკეთე და მე შემდეგ გამოწვაზე კიდე გავაკეთე ხო გავაკეთე ის არის ეხლა მაგალითად იაპონიაში რო იყოს წასვლის შესაძლებლობა ის ჭამადინდა ყველაზე მეტად რაც იცი გენ იაპონიაში რო წავალ იქ გავლოკავდა მასაფრე მეტლახს ამას სუშის გავსინჯავდი პირველ რიგში აუცილებლად თუმცა პონზუ სოუსი ხდება
პონზუ სოუსი. ან რამე სოუსები იყო, აქვს კი, სუშისაც აქვს, ახლა სოიოსგან და შემწვარი სუში არის, მაგრამ ისე კი არა, როლი რო არის და ეგრეთ წავენ. როლის სუშები იაპონიაში არის ძალიან ცოტა. უმეტესად არის ბრინჯი და ზემოდან რო უმადადებს. ეგ არის საშიმია მაგას კი, ეგეთ სუშის და შემწვარი რაც არის ტემპურა, აი მაგალითად ზეთში და აი საფანელში შემწვარი არის და მასშებიან და სუშის ბრინჯის ადევენ თავზე და იმას აქვს თავისი ტკბილი სოუსი რაღაცა და მოკლედ იაპონიის სოუსებით არის ძალიან გამორჩეული. უამრავი სოუსი აქვს მაგალითად. ყველა საჭმელს იაპონიაში შემოვალ პირველ რიგში აი ინსტაგრამზე ხდება მოხუცი კაცები და ქალები აკეთებენ ტკბილეული. ხო, ძალიან ჰაეროვანი ბლინებია, არ ვიცი რა ქვია. შეხარ საუკეთესო ბლინია ჩვენს გადაცემაში. ხო, ისე ნიკა ძალიან კარგად ხსნის ხოლმე, მაშინ მე კარერო გაჭამეს, რა თქვენ ახსენით. შენ რო ლაპარაკობდი, ძალიან ბევრმა დააკომენტარა, რომ რა კარგად ხსნისო, საჭმელის იმასო. ეხლა თქვენ სახში რომ ზარეულები ბევრი ყავთ და ქართულ საჭმელსაც ბევრს ჭამ, ალბათ რეცეპტორები კარგად გამომუშავებული და მაგის გამოც კარგად აღწეროთ, რომ ცოტა მიჭირს ფართო აუდიტორიასთან ასე ლაპარაკობა. ნენერა დაუხვეწავთ. ჩვენ ვარ აქ. ნენერა დაუხვეწავთ რა ვქნათ და გავაცნობთ თავს იაპონიას. აი ძალიან გემრიელი. ნანახი მაქვს, ასე გვარი მაგი დაიყო თორქეთზე და შუაში იყო ხუმელი და იქ წვავდნენ პირდაპირ. აუ მან იაკინიკუ და ანუ ხორცს რო დებდა შენ თვითონ ხო, ატრიალებდა. აუ კი ძალიან არის მაგრამ ძალიან. რომ მოსკედა. თან ეგ არის იცი რომ თაბეხმოდა იქია ფურს იხდი და 3 საათი გაქვს დრო და რამდენიც კიდე რასაც კიდე ყველაფერს ჭამდა. მართლა? ყველაფერსილი. გადავსწრები იმენ ამაში. კი ჩვენ რო შევდივართ ხოლმე მათ ვეღარ ვსვდქავთ რომ გამოდივართ ხოლმე. ჩვენ ბოლოს კიდე გამოდიხოცით. ანუ ეს 3 საათი შეიძლება რას გადაიხადე, მაგალითად 3-ჯერ მეტი შეჭამო. ხო, ზოგი არის ვინც ეგრე ჭამს, მაგრამ მაინც ახლა ალბათ ჩვენ ვართ ის ცხოხილი რო რაღაცა გვინდა გასინჯო. იაპონიაში მაგალითად ჩიკინ ამბავს რომ უკვეთავ პორციის განსაზღვრა შეგიძლია. მაგალითად ერთი ქულა აქვს მაგალითად ერთი პორცია და შენ შეგიძლია 1/9-ზე მეტი რომ შეუკვეთო, ან ორმაგი პორცია რომ შეუკვეთო და მასე გიზრდია. ჩვენ ეხლა იქ იმდენად დიდი ნაჭრები მოაქვს რომ მე ერთს ჩვეულებრივ ვჭამდი ხოლმე, მაგრამ ბევრჯერ 1/9 შემიკვეთავს და ცუდად გავხდი ხოლმე, ვეღარ გავედი ბოლოში. იმდენად ბევრი არის და სოუსიც ბევრი აქვს და ყველაფერი და არინანებენ არაფერს არის შურები. მე კიდე რომელი მომეწონა იცი? ესე პატარა თებშით იყო, შენ გამიკეთე, ბრინჯი იყო. ჩარხანი. ხო, მე მგონი. ნიკა მე ხოწება და ბეხანი აი ისი ტერი რო ჩაფასა კეთებს და ის ჩაფხალი და როგორ კეთება კითხე და როგორ უნდა. ყველაფერს ისე რომ ერთად წაგიყვანოთ, არ მინდა ესე ცალ-ცალკე წაგიყვანოთ და თუ წავალ სავარაუდოდ ერთად იქნება. ამარ იქნება. ということで皆さんこの動画は新年の多分一番最初の動画だからちょっと遅くなりましたけど明けましておめでとうございますということで今日のビデオはここまでです最後まで見てくれてありがとう次のビデオでお会いしましょうまたねまた他の男から抱っこしてますよ。金田チョチュ。 ვიდი ნიკა რო წებს უკეთესო შეროაჩი. ვიცა ცოტა ვაიდაი. ცოტა მატეტეო? ხრადა? ოპა. სიო. დაჯი მამა. დაჯი. აბა, პი გააგედა პი. მოდი მოგეფინე უცნებსი. ვიზია მოდი მოგეფინე. Aglia.はい、皆さんこうやって一蘭ラーメンを出来上がり、そしてあちらにはタメラの分もあります。いただきます。いただきます。あばるこれ。汗なな。ミカはいつもラーメン食べたかったよ。ჩემსაც პირველი.それでつみやこれ。食べよう。ちょっと待って。食べようね。წვენიც მიაყოლეთ. ხო, ეგრე არ არის უზრდელობა საერთოდ. გორია, გორია მაქსა მაგარია. ასეთი გემო არც ერთ ქართულ სუპს არ არის. არა. მე წვნიანი მომწონს ყველაზე მეტად. დავაკვეცით, დავაკვიმბაროთ. მომასთან მაგარია, მოგწონა მასთან მაგარია. სუპს არის ვერ ჭამის მაგრამ მომეწონოს ბოდიში მე რო არ მომეწონოს ვერ შევჭამ.
მოდი ტანჯები და ვერ აი არა. მოკლედ მოგეწონათ, ხო? გაამართლა ნიკა შენი მოლოდინები? მე სულ არ ვიცოდი რა საკეთებდი. ასე რომ სულიად ის იყო. გადაამართლა. Yeah. No. არა, რა გიჯამ. მასე you can მაგრამ ეს რაღაც It's okay. ამ ვიდეოში არის ასე სამთის შეღებ და ასე. არა ორი თითით უფრო შვები. ხო, მე უფრო ორი თითი, აი ამეებით მიჭირე. აი ამორით უფრო მარტივიას. აჰა, პასტას არის. გოგოს კამი არის იქ და გავაკეთე. ხსენდა ხო? მუხლებზე. Чури-чури, ой,ね。見てやっぱりひなたも一蘭ラーメンが好きですよね。子供のためにはまだ味は優しいから。見てどうだ。どうぞ。თქვენ ჭკენოდი ყავით.ママも食べてよ。მას მას გატოვდი. Чури-чуриして。მას ზადგოდა დაგვაძლევს თავს. 前は皆さん一蘭のラーメンの食べている時ひなたが寝てたからやっぱ今日起きているので食べているよめっちゃ美味しそうにスープもそして麺もはいひなた今見てママはスープ入れているんだよそして麺はもうちょっとちっちゃくしたね Кай. ნო, წავედით მამა. აკოცე და ინას მე ხინატასაც აქვს. Хинатасте? ინაკას აკოცი მამა. Აკოცე хинатаსაც? მე აკოცი. აკოცე მიდი აკოცე. ჩემო პრინცესა უთხარ ჩემო პრინცესა უთხარ კარგად, წავედით. კარგად. გასმი გაგვიჯებს